1000 წლის წინ ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვარზე უჩვეულო, უცნობი ადამიანები გამოჩნდნენ. უცნობი ენით, უცნობი წარსულით, ბიზანტიელებისგან განსხვავებული მუქი ფერისკანით. მოდიოდნენ კაცები, ქალები, ბავშვები, ცეკვით და სიმღერით. არავინ იცოდა საიდან მოვიდნენ ან საით ჰქონდათ გეზი. ადგილობრივები ჯერ ინტერესით აკვირდებოდნენ, შემდეგ შიშით, ბოლოს სდევნიდნენ. ზოგი ამბობდა, რომ ჯადოქრები არიან, ზოგის აზრით მთვარიდან ჩამოვიდნენ, რომ ეშმაკთან აქვთ კავშირი. მათ შესახებ ხალხში არაერთი დაუჯერებელი მითი ვრცელდებოდა. ამ მითებმა კი რეალური, ადამიანური ტრაგედიები დაფარეს. გამარჯობა. დღევანდელ ეპიზოდში რომას ხალხის, იგივე ბოშების შესახებ ვისაუბრებ. მოგიყვებით დავიწყებულ ტრაგედიაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს მათ გენოციდზე. ნახავთ, როგორ დაივიწყა სამყარომ და როგორ უგულებელყოფდა სამყარო მათ ამბავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის არავინ ახსენებდა 9 მილიონ ადამიანს, რომლებიც ნაცისტებმა იმავე გაზის კამერებში, იმავე ბანაკებში, იმავე სასტიკი ექსპერიმენტების დროს მოკლეს, რა დროსაც ებრაელები და სხვები. მათ არავინ არაფრად თვლიდა. უბრალოდ ბოშებს ეძახდნენ და ნაცისტურ გერმანიაში სიცოცხლისთვის უღირს ადამიანებად მიიჩნევდნენ. ომი დასრულდა. ბოშების გენოციდი არავის უხსენებია. თითქოს ისტორიამ ჩაყლაპა მათი ამბავი. თითქოს ისინი უჩინარი ადამიანები იყვნენ. მათ ტრაგედიაზე არავინ საუბრობდა. ძნელია იპოვოთ ერი, რომელსაც ისეთი სასტიკი ტანჯვა გაუვლია და ისეთი ხანგრძლივი ტანჯვა გაუვლია, როგორიც ბოშებმა მრავალი წლის განმავლობაში განვლეს. 90-იანების თაობის ცნობიერებაში ბოშას ცნება ფერად, მხიარულ სამყაროდ შემოვიდა და დაილექა როგორც მომღერალი, მოცეკვავე და მხიარული ადამიანების ჯგუფი. მათი ცხოვრება ბევრისთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, რომელსაც რომანტიკა და დაუვიწყარი თავგადასავლები ახლავს თან, თუმცა რეალური სურათი სულ სხვანაირი იყო. და ვინ არიან ეს ადამიანები სინამდვილეში? ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ მათი ნამდვილი ამბავი არავინ იცის. ხალხი, რომელსაც არასდროს ჰქონია სახელმწიფო. ადამიანები, რომლებსაც 1000 წელზე მეტია სდევნიან. დღეს გიყვებით რომას ხალხის შესახებ, რომლებსაც ჩვენ ბოშებს ვეძახით. მათ შესახებ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და ერთ-ერთი არის ის, თუ რატომ არ აქვთ თავიანთი სახელმწიფო. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და ამ კითხვაზე პასუხამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ. ჯერ გეტყვით, რომ ბოშები თავიანთ თავს რომას ხალხს უწოდებენ და ზოგიერთი მათგანისთვის სიტყვა ბოშა შეურაცხმყოფელიც არის. თუმცა მე აქედანვე ვიტყვი, რომ ბოშას გამოვიყენებ და რა თქმა უნდა იმის გამო არა, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება მსურს, იმიტომ რომ სიტყვა ბოშა ჩვენთან უფრო დამკვიდრებულია და უფრო გასაგები რომ იყოს, ამიტომ ჯობია რომ ეს ტერმინი გამოვიყენო. ბოშები თავის მხრივ სხვადასხვა ჯგუფებად იყოფიან. და ამ ჯგუფებს შორის უდიდესი განსხვავებებია წესჩვეულებების, ენის და სარწმუნოების მიხედვით. მაგალითად, არსებობენ შემდეგი ჯგუფები: სინტები, კალდერაშები, ხიტანოები და ასე შემდეგ. მათი ძირითადი საქმიანობა ისტორიულად იყო ხელოსნობა, მჭედლობა. ისინი იყვნენ მუსიკოსები, მკითხავები და მსახიობები. ოფიციალურად საქართველოში 604 ბოშა ცხოვრობს, თუმცა ეს რეალური მაჩვენებელი არ არის. მათი რიცხვი გაცილებით მეტია და შესაძლოა 3000-ს აღწევდეს. დღეს ბოშების სახელმწიფოს და რაიმე სახის ავტონომიის გარეშე მყოფი ხალხის საუკეთესო მაგალითია. მათთვის რთულია ოფიციალური სამსახურის პოვნა, განათლების მიღება, სამედიცინო დახმარების მიღება. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ბოშების ისეთი დასახლებები, სადაც ოჯახები მდიდრულად ცხოვრობენ და ყველაფერზე მიუწვდებათ ხელი, მაგრამ ზოგადი სურათი ძალიან მძიმეა. ზოგადი და უფრო ფართო ჭრილით ისინი უმეტესად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და დანაშაულთან ასოცირდებიან. სხვათა შორის ზოგიერთის აზრით, ბოშებს რომ თავიანთი სახელმწიფო ჰქონდეთ, ყველა ეს პრობლემა თავიდან იქნებოდა აცილებული. ბიზანტიაში გამოჩენის შემდეგ ისინი ძირითადად ბალკანეთის ტერიტორიაზე გადანაწილდნენ, თუმცა თანდათან უფრო იშლებოდა მათი განსახლების არეალი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ არავინ იცოდა, საიდან მოვიდნენ, რატომ მოვიდნენ და რა ისტორიის მქონე ადამიანები იყვნენ, ან საერთოდ სად მიდიოდნენ. წარმოგიდგენიათ, რომ არ არსებობს
ფაქტობრივად არანაირი წერილობითი ჩანაწერი, რომელიც წარმოდგენას მოგვცემდა იმის შესახებ, თუ რას აკეთებდნენ ეს ადამიანები, სად ცხოვრობდნენ ევროპაში მოსვლამდე. და მაინც საიდან მოვიდნენ ბოშები ევროპაში. დიდი ხნის განმავლობაში ამ თემაზე მეცნიერებმა ფაქტობრივად არაფერი იცოდნენ. მათი წარმომავლობის შესახებ არსებულ სხვადასხვა თეორიებს შორის მე ახლა გიამბობთ იმ თეორიას, რომლებიც მკვლევრებს, მეცნიერებს ყველაზე უფრო სარწმუნოდ მიაჩნიათ. სხვათა შორის, მათი წარმომავლობის შესახებ ამბის გარკვევას არა ისტორიკოსებს, არამედ ლინგვისტებს უნდა ვუმატლოდეთ და ახლა გეტყვით რატომ. 1760-იან წლებში ნიდერლანდებში ლეიდენის უნივერსიტეტში ერთ-ერთმა სტუდენტმა ისტვან ვალიმ სამ ინდოელ სტუდენტს შორის საუბარი მოისმინა. ისინი მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდნენ. ისტვანმა შენიშნა, რომ მათ მიერ წარმოთქმული სიტყვები გარკვეულწილად გავდა მის მამულში მომუშავე ბოშების მეტყველებას. ისტვანი სტუდენტებთან მივიდა და რამდენიმე სიტყვა ჩაიწერა. მოგვიანებით კი გარკვია, რომ მამულში მომუშავე ბოშებს ეს სიტყვები ესმოდათ. შემდეგ ისტვანს გაუელვა აზრმა, რომ თუ ბოშები ინდურად საუბრობდნენ, მათი წარმომავლობის ადგილი ინდოეთი უნდა ყოფილიყო. ბოშების წარმოშობის ეს ვერსია მოგვიანებით ლინგვისტურმა და გენეტიკურმა კვლევებმა დაადასტურა. მათ შესახებ წერილობითი ჩანაწერები მე-14 საუკუნიდან გვხვდება. ეს ჩანაწერები ევროპელების მიერ არის გაკეთებული. აღწერენ, რომ მუქი ფერის კანის მქონე ადამიანები არიან და ყვავებსა და ნახშირს ადარებენ. ვრცელდებოდა მითები, რომ ბოშები მთვარიდან ჩამოფრინდნენ და ასე შემდეგ. ფანტაზიის თავისუფალი ფრენა ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ქსენოფობიით იყო შეფერილი. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ბოშები ჩრდილოეთ ინდოეთში მცხოვრები მეომრები იყვნენ და როდესაც მე-11 საუკუნეში მაჰმუდ ღაზნი ინდოეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, მას წინააღმდეგობა ბოშათა ჯარმა გაუწია, თუმცა თავდაცვა ჩავარდა და ისინი სპარსეთის მთებში გაიქცნენ. დროთა განმავლობაში უფრო დასავლეთით გადავიდნენ, საბოლოოდ კი ევროპას მიაღწიეს. სხვა ვერსიით კი ბოშები ინდოეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ღარიბი ფენა იყო. იქაც დევნიდნენ და ამიტომ ევროპისკენ წამოვიდნენ. ჩვენ სავარაუდოდ ვერასდროს გავიგებთ, ვინ იყვნენ ბოშები და როგორ ცხოვრობდნენ, ვიდრე ევროპაში მოვიდოდნენ. მათ ისტორიული მეხსიერება ფაქტობრივად არ აქვთ. თვითონ ბოშებს რომ ვკითხოთ თავიანთ წარმომავლობაზე, დიდი ალბათობით ვერანაირ პასუხს ვერ მიიღებთ. და ვფიქრობ, რომ ეს დიდად გასაკვირი არ არის. წარმოიდგინეთ, ესენი არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც მუდმივად მიგრირებენ, არ აკეთებენ არანაირ ჩანაწერებს და ასეთ პირობებში ცხადია, რომ ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასთან დაკავშირებული გამოწვევები იქნება. ყოველ ჯერზე, როდესაც თითქოს ერთ ადგილას მკვიდრდებოდნენ, შემდეგ ისევ ჩაალაგებდნენ ნივთებს და გადაადგილდებოდნენ. არასდროს იწერდნენ ინფორმაციას თავიანთი ხეტიალის შესახებ. და კი, მათი მუდმივი მოგზაურობა შესანიშნავი ნიადაგი იყო დაუჯერებელი ამბების, ლეგენდების შესაქმნელად. როგორც გითხარით, ისინი ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაზე არ ზრუნავდნენ. მათი ისტორია ცალმხრივია, რადგან ეფუძნება იმ ადამიანების მონათხრობს, რომლებიც ბოშებთან კონტაქტში შედიოდნენ. პოლიცია, ინკვიზიცია, უშუალოდ ბოშების დაამბობი თავიანთი ცხოვრების შესახებ ფაქტობრივად არ არსებობს. მათ არ აქვთ სამშობლო არანაირი გაგებით, ანუ არ აქვთ ეროვნული თვითშეგნების მთავარი წყარო, არ აქვთ ერის საყრდენი წერტილი, კონსოლიდაციის ინსტრუმენტი. ისტორიაში არის მაგალითები, როდესაც სამშობლოს განცდა შენარჩუნებულია ფიზიკურად სამშობლოს საზღვრების დაკარგვის პირობებშიც კი. ამის კარგი მაგალითია ებრაელი ხალხი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა იერუსალიმის ტაძრის იდეა. თუმცა ბოშებს ეს სახლი არ ჰქონდათ, ანუ არ ჰქონდათ არანაირი იდეა, რომლის გარშემოც ისინი კონსოლიდაციას შეძლებდნენ. უხეშად რომ ვთქვათ, ერთიანი ბოშა ხალხის საერთოდ არ არსებობს და როგორც ზემოთ ვთქვი, სხვადასხვა ჯგუფები არიან, რომელთა შორისაც დიდი განსხვავებაა. არსებობენ ქრისტიანი და მუსლიმი ბოშები, რომელთა შორის უფსკრული არსებობს. ერთი ქვეყნის ფარგლებში მცხოვრები ბოშებიც კი ფუნდამენტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თითოეულ ჯგუფს თავისი ტრადიციები და დიალექტი აქვს. ამ დაყოფამ რომას ხალხის თემების გაუცხოება გამოიწვია. გარდა ამისა, ისინი არაბოშურ კულტურებს საფრთხედ აღიქვამდნენ და უცხოელებთან კონტაქტი მკაცრად კონტროლდებოდა.
საზოგადოებაში გაღიზიანება ბოშების მიმართ თანდათან იზრდებოდა. იმისთვის რომ გადარჩენილიყვნენ, ბოშებმა მოიგონეს ლეგენდა, რომ თითქოს ისინი წმინდა ადგილებისკენ მიმავალი მომლოცველები იყვნენ. მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ ასე არ იყო და სინამდვილეში ისინი უბრალოდ მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, საზოგადოებაში გაღიზიანება ამ ადამიანების მიმართ თანდათან უფრო იზრდებოდა. რეფორმაციის პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. კათოლიკური ეკლესია სიღარიბეს კი თვლიდა სათნოებად, თუმცა პრაგმატული პროტესტანტები მას მანკიერებად მიიჩნევდნენ. ერთ ადგილზე დასახლებულ საზოგადოებას მომთაბარეების მიღება უჭირდა. შუა საუკუნეებში სოციალური კავშირების გარეშე ყოფნა ფაქტობრივად ნიშნავდა, რომ განწირული იყავი. ამ პერიოდიდან იზრდება ბოშების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. ბოშა და დანაშაული, დამნაშავე ფაქტობრივად სინონიმები გახდა. ტრადიციული ხელობა ჩაანაცვლა ქურდობამ. ფაქტობრივად ქურდობა მათთვის იყო შემოსავლის მთავარი წყარო. უნდა აღინიშნოს, რომ რა თქმა უნდა, ყველა მათგანი დამნაშავე არ იყო, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი, როდესაც დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, თანდათან მოხდა ამ ადამიანების დემონიზება. და ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ისედაც დევნილობაში მყოფი ადამიანების დევნა კიდევ უფრო მძაფრი გახდა და კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. მე-15 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე ევროპული სახელმწიფოები ბოშებს დამნაშავეებად მიიჩნევდნენ. მათ მიმართ კანონი იმაზე უფრო მკაცრი იყო, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. ნიდერლანდებში მათზე ისე ნადირობდნენ, როგორც ცხოველებზე. საფრანგეთში ბოშა მამაკაცებს სამუდამოდ ციხეში უშვებდნენ. ქალებს თმას პარსავდნენ და ასახლებდნენ. ყველაზე უარესი მდგომარეობა ბალკანეთში იყო, სადაც ბოშები მონებად ჰყავდათ. როდესაც ამ ეპიზოდზე მუშაობდი, გულწრფელად რომ გითხრათ, ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში, სახელმწიფო შექმნეს კი არა, საერთოდ როგორ მოახერხეს გადარჩენა იმ ფორმით მაინც როგორც ახლა არიან. იცით, ყველაზე ტრაგიკული ამბები ბოშების შესახებ ჯერ კიდევ არ მithქვამს. ალბათ იკითხავთ კი, მაგრამ როგორ გადაურჩნენ ასეთ დევნას და ასეთ მკაცრ კანონებს. მკითხვას შეგვიძლია სხვადასხვაგვარი პასუხი გავცეთ, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ადამიანებმა გადარჩენა მოახერხეს, არის ის, რომ შუა საუკუნეებში აღსრულების სისტემა ნაკლებად ეფექტიანი იყო და ყოველთვის რჩებოდათ გაქცევისთვის სივრცე. მე-19 საუკუნეში ჩეზარე ლომბროსი, კრიმინოლოგიის იტალიელმა მამამ, ბოშებს ფიზიოლოგიური ნარჩენები უწოდა და თქვა, რომ ისინი დამნაშავეებად იბადებიან. ლომბროსის მიერ გამოთქმული, მოდით პირდაპირ ვთქვათ, პათოლოგიური მოსაზრება ნაცისტებმა ერთგვარ მემკვიდრეობად მიიღეს. ევროპა ამ პერიოდში ნაციონალიზმით იყო მოცული. წლები გადიოდა, მსოფლიო იცვლებოდა, განვითარების სხვადასხვა საფეხურებს გადიოდა. ბოშები კი თითქოს დროსა და სივრცეში გაიჭედნენ. ვერ გადიოდნენ განვითარების იმ ეტაპებს, რასაც სხვა ერები. ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები ჰქონდა. ბოშები გაცილებით მკაცრ მოპყრობას და სოციალურ იზოლაციას განიცდიდნენ ვიდრე სხვა ერები. მუდმივად მიგრირებდნენ. მუდმივად იდევნებოდნენ. 1956 წელს რუმინელი ბოშები მონობისგან გათავისუფლდნენ, თუმცა კონსოლიდაცია ვერ შეძლეს, რადგან ნულიდან მოუწიათ დაწყება ისეთ სამყაროში, სადაც ყველგან უმცირესობას წარმოადგენდნენ. დაბრკოლებების მიუხედავად ბოშათა პოლიტიკური მოძრაობა დაიწყო. 1879 წელს უნგრეთში გაიმართა კონფერენცია ბოშათა სამოქალაქო უფლებების განსახილველად. რუმინეთში გამოდიოდა ბოშათა გაზეთები და ჟურნალები. მე-20 საუკუნის დასაწყისში მათი უფლებების მოთხოვნით იქმნებოდა პეტიციები. საბჭოთა კავშირში არსებობდა სრულიად რუსეთის ბოშათა კავშირი, რომელიც ბოშათა სახელმწიფოს შექმნაზეც კი საუბრობდა. 1930-იან წლებში ბუქარესტში მსოფლიო ბოშათა კონგრესი გაიმართა, მათ ეროვნულ უმცირესობად აღიარება სურდათ. პოლონეთში კვიეკების ოჯახი, რომლებსაც ხშირად ბოშათა მეფეებს უწოდებენ, ამ მოძრაობის მთავარი მამოძრავებელი იყო. საუბრობდნენ განგის ნაპირას ბოშათა სახელმწიფოს დაარსებაზე, თუმცა ვერ მოხერხდა. და ახლა მივადექით ჩვენი ეპიზოდის იმ ნაწილს, სადაც ალბათ ბოშების ყველაზე ტრაგიკული ამბავია გადმოცემული და ისტორიის ის ნაწილია, რომლის წაშლაც სურდათ. ყოველ შემთხვევაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ამბავი მთელი მსოფლიოსგან იყო იგნორირებული. მაშინ, როდესაც ბოშები სახელმწიფოს შექმნაზე ალაპარაკდნენ და მაშინ, როდესაც გაჩნდა იმედი ამ ადამიანებისთვის, რომ თავი დაეღწიათ დევნილობისგან, მონობისგან, ცხოვრების იმ ურთულეს პირობებისგან, რომელშიც 100 წლეულების განმავლობაში იმყოფებოდნენ,
ნაცისტებმა მათი გეგმები შეცვალეს. ჰიტლერამდეც კი ვაიმარის რესპუბლიკაში ბოშებს საჯარო სივრცეში გამოჩენა ეკრძალებოდათ. ნაცისტების დროს ისინი კლასიფიცირდნენ როგორც მემკვიდრეობით დაავადებულები და სიცოცხლის უღირსები. ბოშების გენოციდი, რომელიც ცნობილია როგორც პარაიმოსი, 1939 წლიდან 1945 წლამდე გაგრძელდა. ამ დროს მოკლეს 250,000-დან 9 მილიონამდე ბოშა. როგორც სხვადასხვა წყაროები ამბობენ, ევროპელი ბოშების ნახევარი გაანადგურეს. დანახეთ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და როდესაც ყველა საუბრობდა იმ საშინელებაზე, რაც ნაცისტებმა ებრაელებს და სხვებს დამართეს, ფაქტობრივად არავის უსაუბრია პარაიმოსზე, ბოშების გენოციდზე. და ეს ამბავი ფაქტობრივად იგნორირებული იყო. წარმოიდგინეთ, ნიურნბერგის პროცესის დროსაც კი არავის უხსენებია. დასავლეთ გერმანიაში ბოშების საწინააღმდეგო კანონები საერთოდაც 1947 წლამდე მოქმედებდა. მხოლოდ 1982 წელს აღიარა კანცლერმა ჰელმუტ კოლმა ბოშების გენოციდი. გენოციდმა ახალგაზრდა ბოშა ინტელიგენცია და პოლიტიკური ელიტა გაანადგურა. იანუშ კვიეკი, რომელსაც სახელმწიფოს შექმნის იდეა და იმედი ჰქონდა, სიკვდილით დასაჯეს. ომის შემდეგ უბრალოდ აღარ დარჩა ადამიანური რესურსი ეროვნული იდენტობისთვის საბრძოლველად. 1950-იან წლებში საფრანგეთში მოულოდნელად ბოშათა მოძრაობა აღდგა. მას რომა, ანუ ბოშა აქტივისტი ლონელ როტარუ ხელმძღვანელობდა. მან შექმნა მსოფლიო ბოშათა საზოგადოება და პეტიციით გაეროს მიმართ. სწორედ მან მიაქცია ყურადღება უგულებელყოფილ გენოციდს, გამოვიდა ბოშათა სახელმწიფოს შექმნის იდეით, რომელსაც რომანეთი უნდა დარქმეოდა და მდებარეობა ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე უნდა ჰქონოდა. მისი მოძრაობა 1965 წელს შარლ დე გოლის მთავრობამ აკრძალა. როტარუ საბოლოოდ 1971 წელს დააპატიმრეს. დღეს ამ საქმიანობას ბოშათა საერთაშორისო კავშირი აგრძელებს. ეს კავშირი 1978 წელს დაარსდა. მას აქვს დამკვირვებლის სტატუსი გაეროში, აქვთ დროშა და ჰიმნი. მიუხედავად ამისა, მათი ძველი პრობლემები კვლავ აქტუალურია და ევროპაში ალბათ ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. ბოლოსკენ კი მინდა გირჩიოთ ფილმები იმ შემთხვევისთვის, თუ ბოშების ჰოლოკოსტის სამბით დაინტერესდით, And the Violence Stopped Playing. ეს არის 1988 წელს გამოსული ფილმი, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და გვიჩვენებს ბოშათა ბანაკის ბრძოლას გადარჩენისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთში მცხოვრები ბოშების შესახებ არის ფილმი. რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, ძველი კადრებია და არც ისე ხარისხიანი, თუმცა ამბავი მაინც საინტერესოა და თუ კი ამ ისტორიით დაინტერესდებით, აუცილებლად ვფიქრობ, რომ ღირს ყურებად. ფილმში ნაჩვენები არის პოლონეთში მცხოვრები ბოშათა ბანაკი, რომელიც გადარჩენას ცდილობს, თუმცა აუშვიცს მაინც ვერ ასწდებიან. კიდევ ერთი ფილმი სახელად კორკორო ბოშა რეჟისორის მიერ არის გადაღებული და 2009 წელს გამოვიდა. ის მოგვითხრობს ბოშათა ბანაკის შესახებ, რომელიც ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს გადარჩენას ცდილობს. ჩვენი ეპიზოდი აქ სრულდება. მოდით კომენტარებში ვიმსჯელოთ, როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ეს ადამიანები ოდესმე თავიანთი სახელმწიფოს შექმნას. მადლობა, რომ მიყურეთ.